ტემუს unboxing-ები. ვა, ბიჭო, რა სიმციმი არის. გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ქიმერა, დაგიბრუნდით ახალი ტემუს მონატრებული ვიდეოთი. ხოლო ვინც ახალი ხართ ტემუზე, აღწერაში არის ჩემი ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ, დარეგისტრირდეთ, მიიღოთ 300 ლარიანი კუპონი. ან აი ეს ჩემი პრომოკოდი შეიყვანოთ. გადახდისას პრომოკოდის ველში, ან პირდაპირ ტემუს სერჩი ჩაწეროთ და ეგრეთ შეგიძლიათ შეუკვეთოთ. მიიღებთ 300 ლარიან კუპონს, თქვენ შეკვეთას დააკლდება ფასი, ხალხში მოგიტანონ უფასო და ამაზე მაგარი რა გინდათ. ოკეი, მოდი ახლა დავიწყოთ. ჩვენი პირველი ამანათით. ესეთი ყუთია და დანა დამოვიწყდა. ხალხო დაიმალეთ, მკვლელი დანა მოვიდა. ოპა! წავიდე გამყუთოთ აბა ერთი რადევს ამ საზარელ ყუთში. ვინც ახალი ხართ ასევე მეგობრებო, არხზე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, მალე ავიდეთ 300,000 გამომწერზე და მიალაიქოთ ვიდეო, ძალიან დამეხმარებით, ძალიან გამახარებთ. ეს რა არის? ოუ ხო არ მეხადავებ, რა მაგარი ხარისხი ჩამოვიდა, ხადაო? დამიწერეთ მეგობრებო რა არის კომენტარებში, აბა ეს, ვინც იცანით. ვაჰ, ჩემი კაი, ყარს მარა ღირს. მაგარია ძმაო, რა მაგარი რაღაცაა, სულ მინდოდა მთელი ბავშვობა მინდოდა ესეთი რაღაცა. მაგარი დასაწყისია, ძალიან ემოციებში ვარ. არის უხარისხესი, როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება. დაგასპოილერებთ, დღეს ავაწყობთ Ghost-ის looks, ყველაფერი გამოწერილი მაქვს და მოკლედ ელოდეთ. წავიდა შემდეგი ამანათი. შენც თუ გინდათ ემუზე ან სხვა უცხოურ საიტზე შოპინგი და ამ წუთას თანხა არ გაქვს, შეგიძლია მერეს შოპინგ ბარათი გამოიყენო. მერეს ბარათი შოპინგე უცხოურ საიტებზე და გაანაწილე თანხა 6 თვეზე. ეფექტურ 0%-ად. შეთავაზება ძალაშია 16 სექტემბრის ჩათვლით. და ეს შეთავაზება ვრცელდება ტემუზე, ამაზონზე, ტრენდიოლზე, AliExpress-ზე და ასე შემდეგ. ასევე მერეს შოპინგ ბარათს გააჩნია სხვა სასარგებლო თვისებებიც. მაგალითად ის რომ ლიმიტი არის 30,000 ლარამდე, ხოლო ბარათის აღება და ქონა არის სრულიად უფასო. მნიშვნელოვანია ისიც რომ ზოგადად განაწილების ბარათების გამოყენება ფინანსურად ძალიან ჭკვიანური და კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ასე ყოველთვიური ხარჯი ბევრად ნაკლებია და უკეთ შეგიძლია დანარჩენი ბიუჯეტის განაწილება. სადა იყოთ ბარათი? ძალიან მარტივად. შედიხართ სილქებში, ირჩევთ იქ მერეს ბარათს, ან ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ციფრულად აიღოთ მერეს შოპინგ ბარათი. ან თუ ონლაინ არ არის თქვენთვის მოსახერხებელი, შეგიძლიათ სილკის ან მეგობარი ობიექტების გაყიდვების წერტილში აღებაც. ესეთი სტარტი უკვე სერიოზულია. ეს რა არის? გახეულია უკვე, ეს გამოვიწერე ვაზა. საკმაოდ დიდი ჩამოვიდა. ალო ნუ თავის მოვალეობას შეასრულებს რა. წესთა ყვავილებიც უნდა მქონდეს და მოდი მოვძებნოთ. ვაუ, აბა გამოიცანით რა არის. მეორე ვაზა. ორი ვაზა გამომიწერია. ძალიან დიდი ხანია მიდევს ეს ამანათების სახში, რო არ მქონდა გასახსნელად და დადგა ეს მომენტი. ყვავილებიც უნდა იყოს სადღაც. თუ ჯერ ყუთი გავხსნათ, რაღაცა ყუთს ხედავ. მიყვარს ყუთები. ვა, რა შეიძლება იდოს შიგნით? ოპა! აბა ნახოთ. აუ, აზრზეა რო არა არის, მართლა. დავიწყებული მაქვს რა. აი ხა გამოვშტერდები ძმაო. წადი აქედან. რა სიძახი, ბიჭო! მე თუ უყურებთ კომისარიატიდან, ჯარში არ მინდა წავთვალ, ჯერ ისე უნივერსიტეტში ვარ და მევასება ჯარისკაცის ფორმები. ძალიან მაგარია, ბიჭო, ცოტა კანი ამძრა, ხო არ მეხადავები, რაღაცა წებოვანი აქვს აქ. ამას უყურე, რაღაცა წებოვანი აქვს და კანი ამძრა თავიდან. ვიცი ის რა ჯანდაბაა ძმა. აი მოვაზროთ, გავუფრთხილდეთ თავს. ეს არ იწევა? თუ ხმარებაში გაიწევს. კონი ცოტა პატარა მაქვს თავზე. თავი დაგეჯახები, ბიჭო. აუ, ხადაო. ბოლოში დაელოდეთ ძალიან მაგარ ლუქს. საკმაოდ ხარისხიანია თან რა. ყველაფრის ფასები ამოვარდება, რამე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ტემუზე, გამოიწეროთ ჩემი პრომოკოდით და დააკლდება ფასები და გასახსნელს ვეღარ პოვლობ. ცოტა დიდი რო ყოფილიყო, გაიქნებოდა. ერთადერთი მინუსი ეგ არის. ასევე შეგიძლიათ თავზე დააწევოთ რაღაცეები. ესენი ზედმეტი დამცავები არის, თავი რო არ გეტკინოს ალბათ. რამეს მოუხერხებ, რა მოკლედ. ნაის, მომეწონა, კმაყოფილი ვარ. რა იქნება შემდეგი? ეს რა არის? წკაპ. ახალი ხელთათმანები ჩამოვიდა, ხო არა, მეღადავები და ნახეთ, რა სასწაული ხარისხია. ამაში ცვირი გადავიხადე, როგორც მახსოვს და გავტესტოთ. მოვიცვამ. ძალიან ცხელა, მეგობრებო, გთხოვთ, კონდიციონერი მჭირდება. არა მაქვს სახლში კონდიციონერი. ვინმე თუ გამოჩნდით კომპანიებო, ოპა, ამ სიცხეში ამის ჩაცმა იმენა გმირობა არის. ძალიან მაგარია, ხადაო? და ისეთი მაგარი ხარისხია, არხი გამოიწერეთ, თორე დაგადუღებ. არა მართლა, აი ძალიან ძერს კი არის. თამაშებში როგორიც არის, 1-1-ში არის მართლა. ძალიან კლასნია, უბრალოდ ცოტა მიჭერს. ესეც გაიწევს, არ მაინტერესებს.
არ მინდა ვიტრაბახო ახლა, მაგრამ საქართველოში ყველაზე მაგარი unboxing-ები თემუსი ვის აქვს, დამიწერეთ კომენტარებში. შემდეგი ეს არის რა არის პირსახოცი? არა, შარვალი ყოფილა. ამას უყურეთ, ძმა, მოიცა ჩავიცვა ერთი. რა გადაან ერთი, რა გადაან მეორე. არა, ძმა, გადაო, მაგარი შარვალია, შენ ძმობას პიცა ვარ. აუ, მე გადავები, ძმა. Просто ტრაქზე ორ დასაკლები. არა, გადაობის გარეშე მართლა მომეწონა. დამიწერეთ 10-დან რამდენი შეაფასებდით. ეხლა უნდა გავიხადოთ, თორე ვიჭი. შუნის ტესტი. სუნი არ აქვს. თემუსგან გასაკვირია, მაგრამ კაია. ხო, კიდევ ეს არ არის დასპონსორებული ვიდეოები. ჩემი ფულით მაქვს ყველაფერი ნაყიდი. ალბათ, ჩემი თემუს ვიდეოებიდან 5% იქნება დასპონსორებული. ასე რომ, თუ კარგია, ვიტყვი კარგია, თუ ცუდია, ვიტყვი ცუდია. არ მაინტერესებს არავის აზრი. ყვავილებიც ჩამოსულა. ეს რანაირი მცენარეა. მე უნდა ავაწყო, მე გადავები? მე რომ ცოდნა ამდენი უნდა მეჩალჩა, არ გამოვიწერდი ალბათ. მაგრამ წესით საინტერესო პროცესი უნდა იყოს. მე ამაზონის ჯუნგლები შემიძლია გავაკეთო სახლში. აუ, ეს რამდენ დროს წაიღებს ხადაო? დავიწყოთ. ხო, სიცოცხლე. მიესალმე მაყურებელს. ეგ გარი გავედით ბოლოში, ესეთი გამოვიდა. ამას ახლა ჩავდებ აქ. შვენიერი. გონ ძალიან უხდება. ასევე მეორეც გვაქვს, მეორეს ალბათ აქ დავდებ რა, სადღაც. ეს რაღა? საინტერესო ჩანს. ის ღადაო. პროსტა რა ცუდი პრინტია აქ. თუ არა, კაია. გონ ძალიან კაია. ერთი წამი. ოპა! არა, ცოტა გვერდები მაქვს დასაგდები, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზია, ბიჭო. ნახე რა ძერსკია. ტემუ აღარ ხუმრობს, მეგობრებო. ახალი ტემუს ვიდეოების გადაღებისას 1-2 კილოს ვიკლებ ხოლმე. ვაუ, ეს რა რაღაცა საინტერესო ჩანს. მე ხადავები? რა ჩამომივიდა, ბიჭო? ესეთი ჩამოსაკიდი მოყვება, ესე გამოიყურება და დამიწერეთ რა არის აბა კომენტარებში. და ესეთი ჩასადები მოყვება. ქვემოთ ესე გამოიყურება რა. მზად ხართ? ხადავ. აუ, ამით ების გაკეთება შეიძლება. მოიცა? ეს საუნდა გავფრანკო ჩემები. აუ, ძალიან მაგარი რაღაცა, იმენა გასაფრენქად და ასე შემდეგ არის იდეალური. ამას გამოვიყენებ როდესმე ერთ-ერთ ჩემს ვიდეოში. გადავიდეთ შემდეგზე. ესეც ჩამომივიდა. ვავცადოთ ერთი. ესე გამოიყურება და ახლა გოსტის მასკასთან ერთად ვნახოთ როგორია. ძალიან მაგარია, ბიჭო. პატარა ბავშვით მიხარია ხოლმე ესეთი რაღაცეები. ძალიან ცხელა, ძალიან სიცხეა. და ბოლოში ლუქს რო ავაწყობ, ალბათ გავიწურები საერთოდ. შემდეგი ამათი რა გვაქვს? ჯერ პირველი ეს გავხსნათ. ესეთი გოსტის მისაკრავი. ოპა, შეგიძლიათ ჩაფხუძე მიაკროთ. ან შეგიძლიათ მხარზე სადმიან ნებისმიერ მხრიდზე შეგიძლია მიაკროთ. ეს რაღა არის? ნახოთ ერთი აბა. ესეთი რაღაცაა, რომელიც შეგიძლია ყველაზე დაიმაგრო. ის რაღაცა არ მინდა მოიხარ. აქ მოვჩი აღარაფერია? გონი აქ დავასრულეთ. წინ კიდე ბევრი ამანათია, ასე რომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე. ოპა, კიდე რაღაცა ყუთი მოდის. ეს არის ძალიან მძიმე ამანათი და მაინტერესებს რადო შიგნით. ეს არის iPad-ის ბრონები. ჩემდაც ვაჩუქე iPad-ი და მაგისთვის გამოვიწერე ბრონები. შეგიძლიათ ტელეფონზე, კამერებზე, iPad-ებზე, ლეპტოპებზე, რა ვიცი, ნებისმიერ რაღაცაზე, რაც არსებობს გამოიწეროთ ტემოდან ძალიან იაფში და სხვათა შორის ძალიან ხარისხიანი ბრონებია. ეს რაღა არის? ესეც რაღაც ძალიან დიდი ამანათი არის. ეს წელის ჩანთაა მგონი. ეს შეგიძლია შეიკრათ და წელის ჩანთად გამოიყენოთ რა. ესეც გოსტის ლუქისთვის გამოვიწერე. საკმაოდ ტევადია. კიდე მოყვება ერთი ნახით. ერთი შესაკრავი, აქაც მეორე შესაკრავი, მესამე შესაკრავი. იმდენ რამეს ჩავატევთ, რა ვიცი, ანუ ძალიან მოსახერხებელი რაღაცაა. მეოთხე შესაკრავი და მეხუთე შესაკრავი. მეტი რაღა გინდათ? ერთი სულ მაქვს, როდის ავაწყობთ სეტს. შემდეგი, ეს არის სამუხლეები და ასევე იდაყვებზე გასაკეთებელი. დასაცავი რა. აუ რა კომფორტულად იკვრება, ნახე. აქ აქვს ესეთი რაღაცა და უცებ ესე წკაპ. ძალიან მარტივია. ესე გამოიყურება. და აქ არის უკვე ხრიწებზე. ესე. ოპა. ნახეთ რა ძერსკია. ლუკი იწყობა ნელ-ნელად, ცოტა რაღაცაებიც აკლია. ფორმაც მაქვს გამოწერილი, როგორც მახსოვს, ასევე ფეხსაცმელებიც და კიდევ ძალიან მაგარია, მე ასე რომ დარჩით ბოლომდე. და ფეხსაცმელების მის არ იყოს, შემდეგი არის უკვე ფეხსაცმელები. და ნახოთ როგორები. ამას ახლა საფხულში დიდი ალბათობით არ ჩავიცვამ, მაგრამ ხატო, ძალიან ლამაზია. იმედია ჩემი ზომა არის და მომერგება ფეხზე. ნახეთ რა ძერსკია. ეს გამოვიწერე 43 ზომები. და აქ აწერია
ვერ ვკითხულობ. თუ თქვენ კითხულობთ, თქვენ წაიკითხეთ. ამოვიღოთ ეს. კი, ნასკის გარეშე ვიცვამ. აუ, ზუსტად ჩემი ზომაა 1:1. აი ესე გამოიყურება. შემდეგ აქ ზევითაც შევკრავ და უკეთესი იქნება რა ბოლოში. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ძალიან ბედნიერია ქიმერა. და თუ გინდა თქვენც იყოთ ბედნიერები, აღწერაში არის ჩემი ლინკი. შეგიძლიათ გადახვიდეთ. თუ ჯერ არ ქონიათ ტემუ, გაიაროთ ტემუზე რეგისტრაცია, მოგცემთ 300 ლარიან კუპონს და დააკლდებათ თქვენ შერჩეულ ნივთებს და სახლში მოგიტანენ უმარტივესად პირდაპირ. ასევე აქ ამოვარდება ჩემი პრომოკოდი, შეგიძლიათ ეს პრომოკოდი გამოიყენოთ გადახდისას პრომოკოდის გრაფაში, ან კიდევ search-ში ჩაწერთ პირდაპირ ძიებაში და იქიდან გაივლით რეგისტრაციას. სხვა ფეხსაცმელი კიდე? ორი ფეხსაცმელი გამოვიწერე? ეს თუ მახსოვდა, აი, არა კაცი ვიყო. ვაი, ისეც ძალიან ლამაზია. იმენა ჯარის ფეხსაცმელებია. ნახეთ რა, კაი ხარისხებია, ბიჭო. მაგარი კმაყოფილი ვარ. ვიზუალურად კაია, მოდი აბა ფეხზე ვნახოთ. ბაჟი ნახეთ რა მოყვება, იმენა. საღოლ? არა რა, ზუსტად ჩემი ზომა არის ესეც. ეს უფრო მაღალყელიანია და წესით შემოდგომაზე ან ზამთარში გამომადგება. და დადგა შემდეგი ამანათის ჯერი. ოპა, ფორმაც მოსულა. ჩარვალი ზუსტად ესეთი მაქვს, თუ არ ვცდები. უბრალოდ არ ჩამეტია. ადრე გამოვიწერე და შეგიძლიათ 90 დღის მანძილზე ტემუზე დააბრუნოთ ნებისმიერი ნივთი, რა თქმა უნდა, თუ იქნება ისევ იგივე მდგომარეობაში, როგორც ჩამოგევიდათ და თანხა დაგერიცხებათ უკან ბარათზე ან თავდაპირველ გადახდის მეთოდზე. ამჯერად იმედია ჩამეტება ეს ზომა. აუ, შეიძლება დიდიც არის კიდევაც. ესე გამოიყურება, მთლიანად ჩავებში გავიზმანეთ. რა მგონი ცუდი არაა რა. აი ეს გამოვიწერე რომ აქ მივაკრო შემდეგ. შემდეგი ამანათი. იმედია თავი არ მოგაბეზრეთ იმდენი ამანათებია. აუ, ამას ველოდები რამდენი ხანი იცი? აბა ვინ მიხვდით რა არის? აუ, თუ არა მეღატავები, ცალკე უკან ჩანთაც მოყვება კიდე. როგორ ჩავიცვა წარმოდგენა არ მოქვს. აჰა, შეგიძლია გაადიდო კიდე. მეშინია ამ ბიჭაცმა. რო ჩავიცვა, მგონი აღარს გავხდი. აი ხა გადამეკეტება. მგონი ეს უნდა გავადიდო ვაფშე და ჩამეტევა ახლა. მე შემიძლია დავაპატარაო ისე. უკვე რო ჩავიცვამ რა. აი ესე გამოიყურება საბოლოო ჯამში. რაღაცა ვეჭვალე, ვეჩალიჩე. წესით ფორმაზე კაი იქნება რა. აი ესენი მოშვებული მაქვს, ჩამტეო და მე ვიწროთ გავაკეთებ და ეგ არის. აქვს უამრავი სათავსო, ვაფშე ყველაფერს მოვათავსებთ. მოკლედ ამოვიწურეთ ცუდად ვარ. და ბოლოს ჩამომივიდა კვილის სპრეი. დიახ, არ მოგესმათ. ისეთი მყრალი სუნი ქონდა. და ჩემა გადამიგდო სახლიდან. ანუ ამანათი ყარდა გეფიცები. ვინც მომცა კიდევ ეგ ამანათი, აი, იცი როგორი შეწუხებული სახე ქონა? ააშკარად რაღაცა ედო მანქანა რაც სუნს უშვებდა ისეთ მყრალს რომ არ ვიცი ვერ აგიხსერთ მოკლედ ისეთ სახე ქონა ძალიან ცუდად გავხდი იქ და გამოვიდი გამოვართი ამათ სახეზე რომ შევატყე მაგარი ვიცინე მე ახლა კი ყველაზე მეტად რას ცელოდებოდით Ghost-ის მთლიანი cosplay უნდა გავაკეთოთ და კომენტარებში შემიფასეთ 1-დან 10-მდე რამდენად შეაფასებდით რავი იმედი ამდენი ფული ტყუილად არ გადავყარეთ და კარგულად დამიწერთ კაი რაღაცები დამიწერთ კომენტარებში გეხვეწებით please სამ Ghost-ის cosplay-ზე გადავალთ ვინც ახალი ხართ ტემუზე შეგახსენებთ რომ გამოიყენოთ ჩემი პრომოკოდი ლინკი არის აღწერაში ან შეგიძლიათ აი ეს პრომოკოდი შეიყვანოთ აქ ამოვარდება მოგცემთ 300 ლარიან კუპონს ვაუჩერს ფასდაკლებებს სახში უფასოდ მოგთ და მაგარი არის რა მოკლედ გამოიყენეთ ეს შანსი ახლა კი აღარ მოგაწყენთ თავს გადავიდეთ Ghost-ის cosplay-ზე მოკლედ ესეთი გამოვიდა მეგობრებო cosplay შეაფასეთ უფრო დიდი იარაღი ვერ უშოვე სამწუხაროდ მაგრამ რაღაცეები კიდევ არის გზაში ტემუდან ჩამომივა კიდევ უფრო დავხვეწავ ამ cosplay-ს და შემდეგ მაგარ ვიდეოებს შემოგთავაზებთ ამ ფორმით ან დამალობან და სა რაღაცა ეგეც გადავიღებთ რა შემიფასეთ როგორია 1-დან 10-მდე დამიწერეთ რამდენ ქულად შეაფასებდით ამ cosplay-ს TikTok-ზე ველი ედიტებს ედიტები გავაკეთეთ უეჭვენ მიალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. მადლობა მეგობრებო, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. მოგეწონთ ტემუს unboxing-ი და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ სარისხლაკი რომ არ გამოგჭირთ ჩემი შემდეგი ვიდეოები. ჩვენ კი უკვე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გაკოცეთ, აბა ჰე აბა ჰო და peace. კონდიციონერი მაჩუქეთ ვიდეო.